კაცრი რეგულაციები და ბრძოლა ბრაკონიერობის წინააღმდეგ გამოვლენილია თევზჭერის უკანონო ფაქტი. სოფელ ქციასთან მდინარე ხრამზე მოქალაქეებმა კასაბერი ნავიდან ელექტროიარაღის გამოყენებით ითევზავეს. ბრაკონიერებმა 60 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული კალმახის სახეობაც. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალების შესაბამის უწყებაში უკვე გადაგზავნილია. გამოვლენასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი დანაშაულის პრევენციაც არის. ამ მიზნით კი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი კონტროლი მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ეს კადრები ბრაკონიერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. უკანონოდ მოპოვებული რამდენიმე სახეობის თევზის საერთო რაოდენობა 60 კილოგრამამდეა. მათ შორის არის წითელ წიგნში შეტანილი კალმახი. ასევე ჩანს გასაბერი ნავი და ის ელექტრომოწყობილობაც, რომლის გამოყენებით თევზჭერა კანონით აკრძალულია. უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი ქვემო ქართლში გამოავლინეს. ნივთებიც ადგილიდან არის ამოღებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზარალი 3600 ლარს აჭარბებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას უკვე გადაუგზავნა. გამოვლინდა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი. დალუქული იქნა სხვადასხვა სახეობის მოპოვებული თევზი. მიმდინარეობს გამოძიება. დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ყველა მსგავს ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. ბოლო 10 თვეში ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე 687 შემთხვევა გამოავლინა. აქედან 325 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ზედამხედველობის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზაციები, რომლებიც ბრაკონიერობის წინააღმდეგ იბრძვიან. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის წევრი გიორგი ბოხუაა. მათი საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც საინფორმაციო კამპანიებს, ისე მონიტორინგს და შემეცნებით აქტივობებს. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობთ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან. ერთობლივად შევიმუშავეთ კანონმდებლობა, რომ ეს დენის აპარატი სისხლის სამართალში გასული იყო. ადრე თუ დღისით, ზისით, ნავებით დენის აპარატი დარბონდე მდინარეებზე, დღეს ეს უკვე აღარ ხდება. მოხარული ვიქნებით თუ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ეკიპაჟებს დაამატებს და გაძლიერდება. თევზაობის გარეშე მე მაგალითად არ შემიძლია რა, ძალიან მაგრად მიყვარს თევზაობა. უკვე 6 წელია ზაქარია გვარამაძისთვის თევზაობა ცხოვრების წესია. თავისუფალ დროს ბუნებაში ატარებს. თევზაობს და როგორც თავად ამბობს, ცდილობს ამ საქმეში ნაცნობებიც აიყოლიოს. ვიჭები წავსვლუართ სათევზაოდ, გვითევზავია, გვიჭერია თევზი, მაგრამ მეორე დღეს, მესამე დღეს რო წავსვლუართ, გვინახია განადგურებული თევზი, იქვე აი ნაპირში დაყრილი, გადათეთრებული ნაპირი. პირველ რიგში არის აპარატი, რაც საერთოდ უნდა მოისპოს საქართველოში კი არა, სოფლიოს მასშტაბითაც. თევზი უფრო გამრავლდება, უფრო მეტ შეუყვარდება მერე თევზაობა, ბუნება, სიყვარული და ამაზე კარგი არაფერი არ არის. მოვდივართ, ვერთობით, პენსიონერი ხალხი ვართ. ნერვებს გვიწყნარებს, სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს. თევზი არის აუარებელი თევზია, კაცო. ლოქო რებეცი, ჭანარი, როგორც მე ვთევზაობ, ვითევზაოს. ყველა მეგრე კარგი იქნება. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ სპეციალურ ტექნოლოგიებს იყენებს. განსაკუთრებული მონიტორინგი კი იმ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც სტატისტიკის მიხედვით ბრაკონიერობის შემთხვევები ხშირია. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოვლენასთან ერთად პრიორიტეტია პრევენციაც. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო ბრაკონიერობის ფაქტების გამოვლენა, არამედ პრევენციაც. მოუწოდებთ მოსახლეობას თევზჭერა აწარმოონ კანონმდებლობით დაშვებული ბადე იარაღებით. რაც შეეხება ელექტროიარაღს, ელექტროიარაღის გამოყენება ზიანს აყენებს არა მხოლოდ თევზს, არამედ მთელ წყლის ეკოსისტემას. ამასთანავე ელექტროიარაღის გამოყენებით თევზჭერა არის სისხლის სამართლის დანაშაული. უკანონო თევზჭერა ისჯება ადმინისტრაციული, ზოგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსით. დასჯადია ელექტროიარაღის გამოყენებაც. შედარებით მძიმე ფაქტებზე დამნაშავის შესაძლოა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.